მოგესალმებით, ეს არის მილენიალი, მე კი ნუკრი შოშიაშვილი გახლავართ. დღეს მექნება მონოლოგი და ცოტა უცნაურ საკითხზე ვისაუბრებ, რაც მე პირადად მაწუხებს, რაც პირადად ძალიან ბევრს მაფიქრებს და რაც ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია თანამედროვეობაში, თანამედროვე ფილოსოფიაში, თანამედროვე მეცნიერებაში, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ უნდა გადაილახოს თუ არა ადამიანობა, ადამიანური ხედვა. და საერთოდ გაჩნდა ზოგადად ადამიანური ხედვის გადალახვის აუცილებლობა. სულ ახალ გამოვიდა დონალდ ჰოფმანის წიგნი „არგუმენტები რეალობის წინააღმდეგ, რატომ დამალა ევოლუციამ სიმართლე ჩვენგან, რომელიც ეძღვნება რადიკალურ იდეას, რომ ჩვენი აქმა რეალობის შესახებ არის არა ჭეშმარიტები ასახვა, არამედ გამარტივებული ინტერფეისი, რომელიც ევოლუციამ შექმნა გადარჩენისა და გამრავლებისთვის. რას ნიშნავს ეს, რომ ადამიანი, როდესაც სამყაროს უყურებს, ის უყურებს არა რეალობას, არა ჭეშმარიტებას, როგორც ესეთი არის, არამედ მის გარკვეულ რაღაცა ვერსიას, გამარტივებული ვერსიას, რომელიც ადამიანს ეხმარება გადარჩენაში და გამრავლებაში. ჰოფმანი ამტკიცებს, რომ ბუნებრივი გადარჩევა ფაორით არ ირჩევს ჭეშმარიტების ახმის სასარგებლოდ. პირიქით, ის ხელს უწყობს აქებას, რომელიც მაქსიმალურად ზრდის გადარჩენასა და გამრავლების შანსებს. ეს იდეა, რომ ადამიანი რეალობას ვერ აღიქვავს, ეს საკმაოდ ძველი იდეაა და ეს ჩვენ ხედავთ საკმაოდ უძველესი დროიდან, მაგალითად, ჰერაკლიტესთანაც, ჰერაკლიტეს აქვს ესეთი რამე, რომ სულის საზღვრებს ვერ უპოვი, რომელ გზასაც არ უნდა დაადგე, მისი საზომი იმდენად ღრმა, რომ მას ვერ იპოვი. შესაბამისად, რეალობის აღქმის უნარი ადამიანს არ აქვს ჰერაკლიტეს მიხედვით, ის საუბრობდა, რომ მრავლისმცოდნეობა ჭკუას არ გვასწავლის. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მაინც ყველაფერს ვერ გაიგებს, ყველაფერს ვერ აღიქვავს და რასთავარია, ეს ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ადამიანის ცოდნა არის შეზღუდული. ეხლა აქედან გამომდინარე ჩნდება ესეთი შეკითხვა. თუ კი ადამიანს არ შეუძლია რეალობის აღქმა, მაშინ ჩვენ რაღაცა ახალი ანთროპოლოგიური პროექტი გვჭირდება, რომლის მიზანი იქნება იმ ჩვენი ბუნებრივი ადამიანური სამყაროს გარკვეულწილად გადალახვის და ამ გადალახვის შედეგად ჩამოყალიბდება ახალი არსება, რომელიცაც შეუძლია ადამიანისგან განსხვავებით რეალობის აღქმა. ამისთვის კი რა არის საჭირო? ამისთვის არის საჭირო ადამიანის დეკონსტრუქცია. მე ადრეს მილაპარაკია ადამიანის დეკონსტრუქციაზე, ადამიანის დეკონსტრუქციის პირველი ნიშნები იყო ეგრეთ წოდებული გენდერის პოლიტიკა. გენდერის პოლიტიკა რა არის? ადამიანი იმისთვის, რომ გადარჩენილი იყო და გამრავლებული იყო, ანუ მისი საბაზისო ფუნქციები ჰქონოდა. მან შეიმუშავა საუკუნეების განმავლობაში ძალიან ისეთი ხედვა საკუთარ სქესთან მიმართებაში, რომელიც გამოცდილი იყო და გვეხმარებოდა გადარჩენაში და გამრავლებაში. ტრადიციული ოჯახი, რასაც ჩვენ ტრადიციულ ოჯახს უწოდებთ, ყველაზე კაი საშუალება იყო ადამიანების თანაცხოვრების და გამრავლების. შესაბამისად, ესეთი ოჯახები უზრუნველყოფდნენ, მართალია, უზრუნველყოფდნენ გამრავლებას და გადარჩენას, მაგრამ არ უზრუნველყოფდნენ ადამიანების პოსტჰუმანისტების მიხედვით, არ უზრუნველყოფდნენ იმას, რომ ადამიანი რეალობას შეჯახებოდა, ქონოდა უნარი რეალობასთან დაპირისპირების, ან რეალობის აღქმის. ამიტომ გაჩნდა წარმოდგენა და ზედმეტი, ესე იგი, ნდობა ტექნოლოგიებისადმი. ტექნოლოგია გახდა საშუალება, რომელსაც ადამიანი საკუთარ ბიოლოგიურ მოცემულობას გადალახავს. ამ კონცეფციაზე ჩნდება ტრანსჰუმანიზმის, ან მეორენაირად შეიძლება ვუწოდოთ პოსტჰუმანიზმის, ან პოსტადამიანის ფილოსოფია. პოსტადამიანის ფილოსოფია თავისთავად ნიჩესთან აგვაქვს ჯერ კიდე ის, რომ ვინ არის ზეკაცი? ზეკაცი არის ესე იგი არსება მაიმუნსა და ადამიანს, უпростоოდ ადამიანი არის არსება მაიმუნსა და ზეკაცს შორის. ანუ ადამიანი არის ის, ვინც მაიმუნისგან განვითარდა, მაგრამ ის ჯერ არ არის მისული ზეკაცამდე.
აი ეს იდეა რომ ახალი არსება, ახალი ზეკაცი შეიქმნას, ეს იდეა ყალიბდება მე-19 საუკუნის გარიჯრაზე და მე-20 საუკუნეში მას პოლიტიკური შინაარსი ედება. პოლიტიკური შინაარსით პირველი ესეთი ვინც მოიხიბლა ზეკაცის იდეით, ოღონდ თავისებური ინტერპრეტაციით, მე მაინც ახლა ნიჩეს ფილოსოფიას არ შევეხები, ეს იყო ფაშისტური, რასისტული თეორიები და ახალი ადამიანის შექმნის ცდელობა დაიწყეს. ახალი ადამიანის შექმნის ცდელობა არ დაიწყო მარტო ფაშისტურმა იდეოლოგიამ, ახალი ადამიანის შექმნა დაიწყო ყველა პოლიტიკურმა ახალმა პოლიტიკურმა სისტემამ. ახალი ადამიანის შექმნა დაიწყო ლიბერალიზმამაც, ახალი ადამიანის შექმნა დაიწყო კომუნიზმამაც, ახალი ადამიანის შექმნა დაიწყო ფაშიზმამაც. ჩვენ ახლა რასაც უწოდებთ ხშირ შემთხვევაში თანამედროვეობაში ბუნებრივ ადამიანს, ეს ბუნებრივი სულაც არ არის ხშირ შემთხვევაში ბუნებრივი, იმიტომ რომ ჩვენ თუ შევადარებთ ისტორიულ ტექსტებს, ისტორიულ ცნობებს, თუ როგორ ცხოვრობდა მართლაც ბუნებრივი ადამიანი, როდესაც ის მეტნაკლებად დამოუკიდებელი იყო პოლიტიკური პროექტისგან, ნახოთ მნიშვნელოვან განსხვავებას. ჯერ ეს ერთი იმ ბუნებრივი ადამიანისგან უკვე მომხმარებელი ადამიანი აღარ არის ისეთი არსება, ისეთი ანთროპოლოგიური არსება, როგორიც იყო ეგრეთ წოდებული ბუნებრივი ადამიანი და შემდეგ ჩვენ ნახავთ, რომ ძალიან საინტერესო რაღაცას ნახავთ, რომ თანამედროვე ადამიანი მთლიანად არის გარკვეულწილად რაღაცა პოლიტიკური ინჟინერიის რაღაცა პროდუქტი, ოღონდ ეს პოლიტიკური ინჟინერია თუკი საბჭოთა კავშირის დროს ეს ხდებოდა აბსოლუტურად პოლიტიკური აგიტაციებით, აქ არ ხდება პოლიტიკური აგიტაციით, აქ ხდება მარკეტინგით, აქ ხდება სხვა ეკონომიკური საშუალებებით, ანუ ეკონომიკურმა საშუალებებმა შეცვალეს ადამიანი. პოლიტიკურმა სისტემებმა სამივე ამ პოლიტიკური იდეოლოგიის და პოლიტიკური სისტემის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომ ადამიანის გადაკეთება მართლა შესაძლებელი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამის წინააღმდეგობას უწევენ და არ თმობენ საკუთარ ადამიანურ ბუნებას, მაგრამ ძირითადად მასები, რასაც ქვია მასების მართვა, წინაზე სხვა პოდკასტში მე მისაუბრია, ესე იგი, ბერნეიზე, ხო? პროპაგანდაზე, პროპაგანდის შემქმნელზე, სადაც საუბარია, რომ როგორ უნდა მართო მასები, როგორ უნდა მართო მასები, არა მარტო რაღაცა ერთი პოლიტიკური ბიზნისგან, არამედ მუდმივად მართო ეს მასები, მუდმივად მიმართო ისინი იმ მიმართულებით, ოღონდ ეს მიმართება არ არის მარტო რაღაცა ერთჯერადი აქტი, ეს არის გონებრივი აზროვნების და ქცევის ტრანსფორმაცია ისეთი ტრანსფორმაცია, ფუნდამენტური ტრანსფორმაცია, როდესაც ეს ადამიანი იქცევა უკვე განსხვავებულ არსებად თავის ქცევაში. რა თქმა უნდა, ახლა ბიოლოგიურად ის ისევ ადამიანი რჩება, მაგრამ უკვე აზროვნებით ის იმ საკუთარ ბუნებას მოწყვეტილია. და ძირითადად ეს ამაზე აიგო მთელი პროპაგანდა. როგორც მოგახსენეთ, მე-20 საუკუნეში უკვე გამოიცადა და უკვე ნათელი გახდა ელიტებისთვის, რომ ადამიანის გადაკეთება, ადამიანის კონსტრუირება შესაძლებელია და ჩვენ დავინახეთ ჩვენ თვალწინ აბსოლუტურად როგორ ხდებოდა ადამიანის ქცევის და ნორმების შეცვლა. აი საქართველოს მაგალითი ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი მაგალითია. მე რო სტუდენტი ვიყავი, საუბარია 2000-იანი წლების პირველ ნახევარში, 2003 წელს გავხდი სტუდენტი, ამ პერიოდში ის მოვლენები ვინმეს რო აღეწერა, რაზე იქნებოდა 2025 წელს საუბარი და რა თემები იქნებოდა აქტუალური და ეს გენდერის საკითხები, სექსუალური საკითხები რო იქნებოდა აქტუალური, ვერ დავიჯერებდი ესეთ რაღაცას. ეს იმდენად წარმოუდგენელი იყო ჩვენი საზოგადოების ქცევის ნორმებისთვის, რომ იმდენად წარმოუდგენელი იყო, რომ ბუნებრივად გვეჩვენებოდა, რომ ამას ქართული საზოგადოება არც მიიღებდა, ეს იქნებოდა აბსოლუტურად უცხო მისთვის, კი რაღაცა შეიძლება ქონოდა საკუთარი დამოკიდებულება, შეიძლება არ ყოფილიყო რაღაც ესეთი ტოტალურად ისე რა ქვია, მიუღებელი, მაგრამ ეს იყო რაღაც წარმოუდგენლობის მიღმა იყო რა, ეგ შეიძლება არ ყოფილიყო რაღაცა გენოციდის ნაწილი არ ყოფილიყო ესეთი ადამიანები, რომლებიც მოიქცევდნენ, მაგრამ ეს ნამდვილად არ ითვლებოდა ნორმად. გავიდა სულ ცოტა ხანი, ერთი 10 წლეული და
ეს მთელი ქცევის ნორმები ისე მოიშალა, ისე შეიცვალა, აზროვნება ისე შეიცვალა, დისკურსი ისე შეიცვალა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ სულ რაღაც, ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ სულ რაღაც 10 წლის წინ, დროში რომ ემოგზაურათ 2000-იან წლებიდან უცბად რომ აღმოჩენილი იყვნენ 2025 წელს, ვერ იცნობდნენ აი ამ რეალობას, ვერ იცნობდნენ არა იმ გაგებით რომ ისინი რაღაცა ენა შეიცვალა, არამედ თვითონ ეთიკის ნორმები იმდენად შეიცვალა და აზროვნების ფორმები იმდენად შეიცვალა, ურთიერთობის ფორმები იმდენად შეიცვალა, რომ ვერ მიხვდებოდნენ როგორ მოხდა ეს. ჩვენც დღეს, როდესაც ცხოვრობთ აი ამ ეპოქაში, ჩვენც კი ვერ ხვდებით როგორ მოხდა ეგ ცვლილებები და არადა ძალიან მარტივმა ტექნოლოგიურმა და კოგნიტიურმა პროცესებმა შეცვალეს ეს ცვლილებები, რომ ჩვენ უკვე ვეღარ გრძნობთ როგორ ახდენს აი ეს მანქანა, იდეოლოგიური მანქანა ჩვენ ტრანსფორმაციას. ეს ჯერ კიდევ მერაბ მამარდაშვილმა თავის თანამედროვე ევროპული ფილოსოფიის ესე იგი ქრესტომატიაში აქვს აღწერილი იდეოლოგიის მექანიზმი. მე ამას მარტო იდეოლოგიის მექანიზმს არ უწოდებ, მაგრამ თავარი რა აქვს, რომ ადამიანს გონია რომ აზროვნებს, მაგრამ სინამდვილეში აზროვნებს იდეოლოგია მასში. და რას ნიშნავს? ანუ, როდესაც ადამიანი საკუთარ იმანენტურ გამოცდილებაზე კი არ საუბრობს, არამედ რაც ჩაოდო ამ იდეოლოგიური მანქანა აზროვნებს, ფიქრობს, იმეორებს, იმას იმეორებს სწორედ ადამიანი. და ადამიანს გონია რომ მისი აზრებია, მაგრამ ერთი არ არის მისი ნაზრევი. ერთიც არ არის, მისი არც ერთი სიტყვა არ არის მისი ნაზრევი. ეს არის მთლიანად იდეოლოგიური პროგრამა, რომელსაც ადამიანი იმეორებს და რომელსაც ადამიანი, ესე იგი, პრობლემა არ იქნებოდა, რომ ადამიანი გაცნობიერებული ქონდეს, რომ ის იმეორებს ამას და ეს კი ბატონო კონფორმისტია და შეიძლება იმეორებს. ეს არაა პრობლემა. თავი პრობლემა ისე რომ ადამიანი ვერ ხვდება, რომ ეს მისი აზრები არ არის. ადამიანს ჯერა, რომ ეს მისი აზრებია. და ეს არის ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი, რომ როდესაც იდეოლოგიური აზრი არსებობს, მანქანა არსებობს შენში, შენი აზრი უკვე იქიდან გარიყულია. ანუ რას ნიშნავს შენი აზრი გარიყული? ანუ შენ აღარ აქვს ამ იდეოლოგიის მიღმა, დაფიქრების და გადააზრების საშუალება. იმიტომ რომ ეს იდეოლოგიური მანქანა იმდენად გიშლის შენ ხელს, რომ დაინახო იმ შემოსაზღვრულ სამყაროს მიღმა რაღაც რეალობები, რომ შენ თავში უკვე წარმოდგენა ხდება. სლავoj ჟიჟეკი ესეთი ფილოსოფოსი, მარქსისტი, ნეომარქსისტი, რომელსაც აშკარად მე ძალიან მომწონდა, როდესაც ვიყავ სტუდენტი და ეხლა აბსოლუტურად ნეგატიურად ვარ განწყობილი მის თავი და მისი ბოლო განცხადებებისადმი განსაკუთრებით, მაგრამ საინტერესო ფრაზას ამბობს, რომ იდეოლოგიის ამოცანა ის კი არაა, რომ რაღაცაზე გაფიქროს. იდეოლოგიის ამოცანა არის ის, რომ რაღაცაზე არ გაფიქროს. აი რაღაცაზე არ ფიქრება, ესა სწორედ აი სპეციალურად დავიწყე ეს იმაზე საუბარი, რომ ადამიანის, ესე იგი, აზროვნება, ადამიანი ვერ ხედავს რეალობას. აი იდეოლოგია არის ის რაღაცა მექანიზმი, რომლითაც შენ აი ამ რეალობას უბრალოდ ვერ ხედავ. ხა მეორე შეკითხვაა, აი რეალობასთან დანახვა რას ნიშნავს და კარგია თუ ცუდია რეალობასთან დანახვა, ხო? სხვადასხვა აი რაღაცები, ნუ ადამიანი იმისთვის რომ გადარჩეს, ეს გადარჩენის მექანიზმი 1963 წელს ერნესტ ბეიკერი ესეთი კვლევარი იყო, ну ის იკვლევდა მაგალითად სიკვდილის ფენომენს და ციხეებში, სიკვდილის მსჯელებში მან გამოიკვლია რომ არსებობს სიკვდილის მსჯელის ფენომენი, ანუ ის ადამიანი რომ თუ კი ადამიანი ხშირად ფიქრობს სიკვდილისთან, ახლოს არის ეს სიკვდილი, იწყება ბოდვითი აშლილობები და ხშირია ხოლმე სიკვდილის მსჯელებში ბოდვითი აშლილობები. ანუ ხო, სიკვდილი ხო რეალობაა, მაგრამ ეს რეალობა, როდესაც ჩვენამდე მოდის, ხო, ჩვენ რჩება რამოდენიმე არჩევანი, ან რაღაცა ისე შევხედოთ და დავიტანჯოთ ამისგან, ან ეს ბოდვითი აშლილობა, რაც ემართება სიკვდილის მსჯელების დიდ ნაწილს, ან როგორც ერნესტ ბეიკერი ამბობს, ყველაზე ეფექტური საშუალება იმისთვის, რომ ადამიანი გადარჩეს, ეს არის უარყოფა. სიკვდილის უარყოფა. რომ სიკვდილი არის
კი, ჩვენ ვიცით რომ არის როდესღაც მოკვდებით, მაგრამ ჩვენ უარყოფთ ამას ყოველდღიურობაში, ჩვენ აზრებში და ის გამქრალია, ის განდევნილია ჩვენგან. და აი ეს უარყოფა, სიკვდილის უარყოფა, როგორც ენას ბეიკერი ამბობს, არის ყველაზე კარგი საშუალება იმისთვის, რომ გადარჩეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან რთულ პრობლემების წინაშე ვდგები ხოლმე ფსიქოლოგიურად ჩვენ. ეხლა როდესაც ჩვენ საუბრობთ რეალობაზე, რეალობის ერთ-ერთი ესეთი მნიშვნელოვანი მომენტი არის ის რომ რაღაცა ისეთი გამოწვევების წინაშე შეიძლება დავდგეთ, რომელსაც ჩვენი ფსიქიკა, ფსიქოლოგია ვერ უძლებს აი ამ გამოწვევებს. და ადამიანი ისეთი შეზღუდული არსება არის გარკვეულწილად ეს თავი ადამიანის გონება შეზღუდული არის, რომ ის ვერ უძლებს რაღაც ესე იგი რაღაც რეალობებს და ამიტომ ხშირია ხოლმე რეალობის უარყოფა და ხშირი არის ის მომენტი, რომ ჩვენთვის უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს გადარჩენას ვიდრე ჭეშმარიტებას. ანუ არჩევანი როდესაც გვაქვს ერთი მხრივ გადარჩენაზე და მეორე მხრივ ჭეშმარიტებაზე, ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს ესე იგი გადარჩენას და არა ჭეშმარიტებას. და ეს ქმნის სწორედ იმ პრობლემას, რასაც რეალობის პრობლემა ქვია. აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რომ სწორედ აქედან ჩდება გარკვეულწილად ნიჰილიზმის, პესიმიზმის ფილოსოფია. აი როდესაც ადამიანი იწყებს ძალიან ისეთ ფიქრს აი ამ სიკვდილზე, ამ რეალობაზე, ალბათ ყველას ძალიან ბევრს თქვენგანს, თუ ყველას არა, ნანახი აქვს სერიალი True Detective, ნამდვილი დეტექტივი. იქ არის ესეთი პირველ სეზონში არის ესეთი პერსონაჟი, Rust Cole-ის პერსონაჟი, რომელიც არის პესიმიზმის ფილოსოფიის ესე იგი მატარებელი, რომელიც საუბრობს სიკვდილზე, რომელიც საუბრობს კაცობრიობა იმისთვის, რომ ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას, ის არის რომ უარი თქვა ცხოვრებაზე, სუიციდი დაასრულოს და ეს იქნება მნიშვნელოვანი, მაგრამ თვითონ ბოლო სეზონში, ბოლო სერიაში აბსოლუტურად სხვანაირად ამთავრებს პესიმიზმის გადალახვის პრინციპში სერიალია ეს, ამთავრებს ესე იგი პესიმიზმიდან გადადის ოპტიმიზმში ბოლოში, სუსუ ბოლო ნაწილში, მაგრამ მისი თლიანად ეს ფილოსოფია აგებული იყო პესიმიზმის ფილოსოფიაზე. და საინტერესო იყო ის, რომ თანამედროვე ადამიანები ძალიან მოიწუნათ ეს პერსონაჟი. ძალიან დადებითად განეწუნა ამ პერსონაჟის მიმართ და დაინახეს პესიმიზმის ქარიზმაც. აი პესიმიზმის ქარიზმა ძალიან მნიშვნელოვანია. პირველად დაინახეს საკუთარი შინაგანი სამყაროს რაღაცა გამოძახილები ამასთან მიმართებაში, თუმცა უნდა ითქვას, რომ აქ სპეციალურადაა ნაჩვენები, რომ უფრო ღრმად Cole-ის პერსონაჟი ვერ მიდის თავის ფილოსოფიაში, ის აი ამ პესიმიზმის ზედაპირს ყოველთვის ეხება და უნდა ითქვას, რომ მისი აი ესეთი მოსაზრებები აბსოლუტურად არც ერთი არ არის ორიგინალური და არ არის რაღაცა ახალი იდეა, ეს ყველა არის შეგროვებული შოპენჰაუერის, ნიჩესი, სხვადასხვა ესეთი ფილოსოფოსის, მათ შორის გნოსტიკური ტექსტებიც არის ძალიან ესე იგი ახლოს არის მოძღვრებასთან და ეს ყველაფერი უკვე ფილოსოფიაში თქმულა. ეს კი მთავარი რა არის, ესე იგი იმისთვის რომ რეალობას შეეხოს ადამიანი ერთი მხრივ, რეალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის სიკვდილი. ამიტომ არის ხო, რომ memento moris პრინციპი გახსოვდეს, რომ სიკვდილი გელის, ეს არის ის, რომ გახსოვდეს დარჩი რეალობაში, ანუ გახსოვდეს სიკვდილი გელის, არ წახვიდე, არ გააღმერთო საკუთარი თავი, ხო, არ იფიქრო, რომ შენ მუდმივი ხარ, ხო? ანუ სიკვდილი და რეალობა ყოველთვის იყო ერთმანეთთან დაკავშირებული. და ამიტომ ძველი კულტურები, მაგალითად ძველი ეგვიპტური ცივილიზაციის ცენტრში იყო სიკვდილი. აი პირამიდებიც ხო, ეს იყო სიკვდილის ფენომენი იყო, ისინი ძალიან ბევრს ფიქრობდნენ სიკვდილის შემდგომ ყოფაზე და ისინი მოელოდნენ, რომ მე რომ დაბრუნებული იყო ეს სული, და აღმდგარი იყო, ამიტომ სხეულზე
ზრუნვა ამ შემთხვევაში მის თვალებულზე გვამზე ზრუნვა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, მაგრამ აი სიკვდილს ეჭირა ძალიან ცენტრალური ადგილი არქაულ საზოგადოებებში და ეს სიკვდილთან ურთიერთობის დროს იქმნებოდა რაღაცა გრანდიოზული არქიტექტურული ნაგებობები, იქმნებოდა რაღაც ცოდნები, ეზოთერული ცოდნები, იქმნებოდა სხვადასხვა ესეთი ცოდნები, ასტროლოგიური, ასტრონომიური ცოდნები და ასე შემდეგ. და ეს ამ ცივილიზაციის რაღაცა ესე იგი ცენტრალური ადგილი იყო ეჭირა სიკვდილს და რეალობას ისინი ხედავდნენ ამ სიკვდილში. ეს აბსოლუტურად განსხვავდება იმისგან, რაც თანამედროვეობაში. თანამედროვეობაში, განსაკუთრებით ჩვენ რეალობაში, სიკვდილის ფენომენი რთული იმიტომაც არის, რომ ცივი კულტურიდან, ცივი დასავლური ცივილიზაციიდან, ანუ იმ ცივილიზაციაში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით რეალურად, ახლა კი გვინდა რომ რაღაცა ჩვენ რაღაც ახლებურად, როდესაც დასავლური ცივილიზაცია კრიზისში შევიდა, კი გვინდა რომ ახლებურად შევხედოთ და რაღაც განსხვავებული იდენტობები დავიჭიროთ, მაგრამ აქამდე პრინციპში ახლა ბევრი რეალობა, რასაც ჩვენ როგორც რეალობად აღიქვათ და როგორც ჩვენი ესთეტიური გემოვნება იქნება ეს თუ ფილოსოფიური ხედვა თუ ასე შემდეგ და დასავლური ცივილიზაციის ნაწილი ჰოლივუდების, დასავლური ლიტერატურის, დასავლური ესთეტიკის, დასავლური პოეზიის, მუსიკის და ასე შემდეგ ამ ყველაფრის ნაწილი არის რომლის გავლენები იმდენად დიდია ჩვენ ყოველდღიურობაზე რომ წარმოუდგენელია მის გარეშე, მაგრამ აი დასავლური ცივილიზაციის ბოლო ეტაპზე, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში, როდესაც ყალიბდება სამხმარებლო საზოგადოება, იწყება სიკვდილის დავიწყების ესე იგი კულტურა, სიკვდილი ქრება ზოგადად, არავინ აღარ საუბრობს სიკვდილზე და ჩდება გარკვეული სიცარიელე და ეს სიცარიელე დაკავშირებულია იმასთან, რომ დისკურსი, ანუ სიცარიელეზე რაც გულისხმობ, დისკურსი იმაზე, რომ ჩვენ ამ საკითხებზე ილაპარაკო, ეს სივრცე ქრება და ჩნდება ძალიან საინტერესო კვლევები და ეს საინტერესო კვლევები აჩვენებს, რომ იქ სადაც უფრო მაღალი მოხმარების დონე არის, განსაკუთრებულად დასავლურ სახელმწიფოებში, იქ ჩვენ ხედავთ მოზარდებში, ახალგაზრდებში დეპრესიის, მუდმივი მელანქოლიის და გარკვეულწილად ნიჰილიზმის დონის მატებას, ფსიქოლოგიური პრობლემების მატებას და გაუგებარი ხდება, როგორ შეიძლება რომ კი ბავშვებს, რომლებიც იზრდებიან ღარიბულ სახელმწიფოებში, ხო, ღარიბულ საზოგადოებებში, აქვთ ბაზისური პრობლემები, მაგრამ დეპრესიის დონე გაცილებით ნაკლებია, რომ შეამოწოს ბედნიერების ინდექსები და ასე შემდეგ. გაცილებით ნაკლებია იმ მოზარდებში, რომლებიც სხვა კულტურაში ცხოვრობენ, ვიდრე დასავლურ კულტურის ქვეყნებში. სხვადასხვა ეს ქართულ ახალგაზრდობასაც ეხება, არავინ არ საუბრობს ამაზე, მაგრამ აი მე ემპირიულად შემიძლია თქვა, იმიტომ რომ სტუდენტებთან მაქვს შეხება, ეს მუდმივი მელანქოლიის საკითხი, ცინიკური დამოუკიდებულება ყველაფრისადმი, ესეთი ნიჰილისტური რაღაცა განწყობები და ესეთი განწყობები ძალიან გაიზარდა ბოლო პერიოდში ქართულ ახალგაზრდებში და ძალიან მოიმატა და თან ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ეს მოიმატა იმ ადამიანებში, რომლებსაც თითქოს არ აქვს მატერიალური პრობლემები. არ აქვს მატერიალური პრობლემები და ეს რატომ ხდება? იმიტომ ხდება, რომ ეს ადამიანები, როგორც გითხარით, ცხოვრობენ ისეთ კულტურაში, სადაც თავარი გახდა ერთი მხრივ მომხმარება და მეორე მხრივ დაცულობა ყველაფრის ფასად. და ეს დაცულობა, როდესაც ხდება თავარი აქცენტი, იკარგება ადამიანური რაღაც მოთხოვნილებები, მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური, ემოციური მოთხოვნილებები, რაც არის დაკავშირებული რაღაც ნამდვილთან. აი ეს ხშირ შემთხვევაში ეს გამოითქმება როგორც ნამდვილი. ეს ნამდვილი რა არის? ანუ ყველა ბავშვს, ყველა ადამიანს უნდა ნამდვილს შეეხოს, ნამდვილ გრძნობას, ნამდვილ ემოციებს, ნამდვილ რაღაც. ეს ნამდვილი, რასაც ნამდვილს უწოდებენ, ანუ რაღაცა ისეთი რეალობასთან დაკავშირებული, ხო? ეს ნამდვილი ამ დაცულ, ჩაკეტილ სივრცეებში ვერ მოიპოვებს ადამიანი. და იმისთვის რომ ეს ამ ნამდვილს შეეხოს ადამიანი და შემდეგ ესე იგი მოხდეს აი ამ კომფორტთან ინტეგრაცია, ჯამთელი ინტეგრაციაზეა საუბარი, ხო? მე არ უარყოფ კომფორტს,
პირიქით კომფორტი ეს არის ერთ და დაცულობა ეს არის აბსოლუტურად მნიშვნელოვანი და მის გარეშე აბსოლუტურად წარმოუდგენელია, მაგრამ თუ კი ადამიანი არ მოახდენს რაღაცნაირად ინტეგრაციას, აი ამ ინტეგრაციის პროცესს და თუ კი კულტურა არ იძლევა ამ ინტეგრაციულ საშუალებას, ჩვენ ვიღებთ აი მუდმივ მელანქოლიას და პესიმიზმის ფილოსოფიას. წყლუბრალო არ ვახსენე ნამდვილი დედექტივი, იქ ძირითადად ეს რასტკოულის პერსონაჟი მოწონდათ ახალგაზრდებს და ეს ფილოსოფია, პესიმიზმის ფილოსოფია გავრცელდა სწორედ აი ამ ახალგაზრდებში ძალიან ესეთი აქტუალური. ჩემ ახალგაზრდობაში ასევე ესაც ნიშიანური იდეას მქონე, ნახევრად ნიშიანური იდეის მქონე ფილმი იყო, ალბათ ყველა ბევრმა თქვენგანმა იცის, მებრძოლთა კლუბი ერქვა, Fight Club, სადაც Brad Pitt თამაშობს. ის ფილმი იყო აბსოლუტურად ესე იგი რაღაცა დეკლარაცია იმის, რომ რაღაცა აკლია იმ თაობას, რაღაცა აკლია მნიშვნელოვანი მამაკაცური ელემენტი, რაღაცა რეალობის ელემენტი აკლია იმ თაობას. ეხლანდელი თაობის მომენტი იყო ის, რომ აი პესიმიზმის რაღაცა ელემენტი არის და მელანქოლიის ელემენტი არის მოჭარბებული. და ეხლა რაში მდგომარეობს ესე იგი პესიმიზმის ფილოსოფია და რატომ არის ეს დღეს აქტუალური? როგორც ვთქვით, ერთი ის რომ პოლიტიკურად ეს ადამიანის ქცევა შეიცვალა და ქცევის ტექნოლოგიები უბრალოდ რომლებიც ქცევას ცვლიან, ისინი დაიხვეწა და არნახულ მასშტაბებს მიაღწია და მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ ესეთ მნიშვნელოვან მომენტს, რომ თვითონ ეს ადამიანის რწმენა დაკავშირებულია, რწმენის დაკარგვა დაკავშირებულია ნიჩეს ღმერთის სიკვდილთან. და რა არის ეს ღმერთის სიკვდილი? ადრე ადამიანი რეალობას როგორ ეხებოდა? ეხებოდა როგორც იმანენტურ გამოცდილებას, ღვთაებრიობა იყო ცოცხალი. ამას წავიკითხე ერთი საინტერესო ესე, რომელიც ეხებოდა ამერიკელ კონსერვატორების ქრისტიანულ სიმულაციას. რა თქმა უნდა, აქ საუბარი არა ქრისტიანობაზე, ანუ ქრისტიანობის სიმულაციაზე საუბარი და რა განსხვავება ეს უნდა თქვა. ამერიკელმა კონსერვატორებმა იციან, რომ წარსულში, როდესაც რწმენა უფრო ცოცხალი იყო, ამერიკა იყო უფრო ძლიერი და ძველი ამერიკას 50-იანი წლების ამერიკას მაგალითად ისინი ნატრობერ 50-იანი წლების ამერიკა დაბრუნდეს, დაცული ქუჩები, მორწმუნე ოჯახი და ასე შემდეგ. მაგრამ ისინი ამას უყურებენ არა როგორც რწმენას, არამედ როგორც პროექტს. და ეს როგორც პროექტი არ იძლევა რეალურად იმის საშუალებას, რომ ეს იყოს ცოცხალი რწმენა. ისინი ეფარებიან ქრისტიანულ სიმბოლიკას, მაგრამ მათ უკვე აღარ გააჩნიათ ის რეალური ავთენტური რწმენა. ისინი აპელირებენ ამ ავთენტურ რწმენაზე, მაგრამ ავთენტური რწმენა აღარ გააჩნიათ, აღარ არის მათში ეს. თუ კი ადრე ადამიანებს ეს რწმენა ბუნებრივად გააჩნდა და არ ეძებდნენ, ესე იგი, სხვაგან ის გარედან შემოდიოდა ეს რწმენა. ეხლა გაჩნდა იმის აუცილებლობა, რომ პროექტის სახით გაჩნდეს ქრისტიანობა, რომელიც კვლავ გააჩნდეს და ეს პროექტის სახე ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს შიგნით უკვე აღარ აქვთ ეს რწმენა. და ამიტომ იქნება სიმულაკრა იქნება, ანუ იქნება ისეთი მომენტი, სადაც ყველა აპელირებს ქრისტიანობაზე, მაგრამ რეალური ცოცხალი ქრისტიანული რწმენა აღარ არის. სადაც ჯვარს ეფარება ბევრი, მაგრამ უკვე ცოცხალი რწმენა გამქრალია. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი დებულება, სადაც აი ეს ჩვენ ხედავთ, რომ აი ეს ერთი მხრივ ვინც მორწმუნეა, იმისთვის ქრისტიანობა რა თქმა უნდა ჭეშმარიტებაა, მაგრამ როდესაც მოდის ეს სიმულაკრა როგორც პროექტი, შენ ხედავ, რომ კი მოდის ჭეშმარიტება, მაგრამ ეს ჭეშმარიტება მოდის არა მორწმუნეს, არა გულწრფელი ადამიანის ხელებით. და აი ეს პრობლემა, რაც არ უნდა ჭეშმარიტება იყოს, არა გულწრფელი ადამიანის ხელებით მოდის ეს ჭეშმარიტება, იწვევს გარკვეულ კრიზისს და გარკვეულ უკვე საფუძველი ხდება მომავალი კრიზისის. და თანამედროვე ეს კონსერვატიზმის ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ ისინი მათ შორის ქრისტიანობას უყურებენ არა როგორც რეალურ რწმენას, არამედ როგორც პროექტს. და ეს პროექტი ხდება შემდეგ უკვე პრობლემა, იმიტომ რომ არ შეიძლება ქრისტიანობა იყოს პროექტი. არ შეიძლება რწმენა იყოს პროექტი. ეს არის რწმენა, ან არ არის რწმენა, ხო? თუ არ არის რწმენა, მაშინ ის კრიზისი, რა კრიზისისაც ისინი ებრძვიან, იმის საფუძველი მე საბოლოო ჯამში ისევ თვითონ ხდებიან.
და აი ამ სურათს როდესაც უყურებს ამერიკელი მეორე მხარეს პროგრესისტი ну პროგრესის საკუთარი რწმენათა სისტემა აქვს და აღმოჩნდება ერთი ძალიან საინტერესო მომენტი რომ ჩვენ ვისაც უწოდებთ ლიბერალებს მათ თავში არის იდეოლოგია მაგრამ არსებობს ღრმა რწმენა ამ იდეოლოგიის რადიკალური რწმენა იდეოლოგიის რომ ესე იგი იქ არსებობს აბსოლუტურად სექტანტური არის ეს ერთი მომენტი აბსოლუტურად ესეთი რადიკალურია ვიღაცები არიან ფაშისტები რა რატომ არიან ფაშისტები ამას არ აქვს მნიშვნელობა თავარი ეს იდეოლოგიამ ესე გითხრა მაგრამ ღრმა რწმენა ამ იდეოლოგიის და აღმოჩნდება რომ ჭეშმარიტება ამ შემთხვევაში ჭეშმარიტების დამცველები ხდებიან ხშირ შემთხვევაში არა ყოველთვის ხშირ შემთხვევაში ადამიანები რომლებსაც არ აქვთ ეს ცოცხალი რწმენა მაგრამ ეცმით რაციონალურად ეცმით მაგრამ არ აქვთ ეს ცოცხალი რწმენა და პროგრესისტების ხელში არ არის ჭეშმარიტება მაგრამ არის ეს რაღაცა ესეთი გიჟური და ალბათ მიუდრეკელი რწმენა და აი ესეთ ნუ არ ვიცი შეიძლება არ დაეთანხმოთ ესეთ მოსაზრებას და თქვათ რომ ეს არასწორი დებულება არასწორი ხედვა არის და ეს არ არის სიამდვილეში მაგრამ ნუ ჩემ ხედვასთანაც ცოტა ახლოს არის ეს სტატია და მეც ესე ვხედავ რომ ხშირ შემთხვევაში როდესაც აი მაგალითად იქნება ეს ტრამპი თუ სხვა ისაც ქრისტიანობას უყურებს აი როგორც პროექტს აი რამდენად არის ეს ნამდვილი ქრისტიანი რა თქმა უნდა ყველანაირი კრიტერიუმით ის შეიძლება სხვა დროს არც კი მიეჩნიათ ქრისტიანად ნამდვილ ქრისტიანად ხო მაგრამ დღევანდელი კონტექსტი ცოტა განსხვავებულია და აი ამ მომენტში ასე ადამიანს რჩება რა რომ არსებობს კიდე ადამიანთა კატეგორია რომელიც ამას უყურებს და აი ამ ადამიანთა კატეგორია რომელიც ამას უყურებს და ამაში ჩართული არ არის ამაში თავის შესაფარი ხდება ნიჰილიზმი ხდება თავის შესაფარი და ნიჰილიზმზე ერთი-ორი სიტყვა მინდა ვთქვა პირველ რიგში რადგან სიკვდილს აქვს ესე გადამწყვეტი მნიშვნელობა ადამიანს სიკვდილს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქ ნიჰილისტების თავარი მომენტი რა როდესაც ჩდება სიკვდილზე ესე იგი მსჯელობა ციდე დაფიქრება ჩდება ფილოსოფიას ხო გარკვეულწილად და ჩდება რაღაც ფილოსოფიური მიდრეკილებები ამიტომ ძალიან პოპულარული გახდა ამ ბოლოს აი თუ რო შეხვიდეთ თქვენ ბიბლიუსებში სხვა სოციალურ მაღაზიებში შოპენჰაუერი ნიცშე სხვა ესეთი თუ ნიჰილისტური მიმართულების ფილოსოფოსები ძალიან პოპულარული ხდება რაც დრო გადის და ერთი მინდა გითხრათ რომ აი ეს გონება რომელიც ამ ყველაფერს უყურებს რომელსაც ჯერ წმენა არ გაარჩნია ვარდება ნიჰილიზმში და ეს ავტომატურად ვარდება ნიჰილიზმში აი მაგალითად ეს რაც მოვიდა ცნობილ რუს ფილოსოფოს ლევ შესტოს ხო რომელიც წერდა რომ ყველაფერს რასაც აქვს დასაწყისი აქვს დასასრულიც ყველაფერი რაც იბადება უნდა მოკვდეს ესეთია ყოფიერების კანონი ესე იგი შესტოვიც რომელიც ფიქრობდა სიკვდილზე ანუ რეალობაზე ყოველთვის მოჰყავდა ესეთი ტერმინი ესე იგი ღმერთის დაკარგვა ხო როგორც ორიენტირის დაკარგვა ხო ღმერთის დაკარგვა მაგალითად შესტოვისთვის იწყება მაშინ როდესაც ადამი ჭამს აკრძალულ ესე იგი ცოდნის ვაშლია თუ ხილს ხო ნაყოფს და ესე იგი ჩვენ ამ ცოდნის გამო ძალიან დიდი ფასი გადავიხადეთ და აი შესტოვი წერდა სიკვდილი არის ცხოვრებისგან გამოფხიზლება აი ძალიან საინტერესოა ესა ადრეული შესტოვი და შესტოვი ხედავს რომ რეალობას როგორც კი ეჯახებით ეს იმდენად დამანგრეველია იმდენად პრობლემურია რომ გონება ამას ну ანგრევს და მოგვიანებითი შესტოვი ცვლის წარმოდგენას და მოგვიანებითი შესტოვის მიხედვით რწმენას უპირისპირებს გონებას და ისაუბრებს რომ გონება ხუპავს გონებას მივყავართ ჩვენ ნიჰილიზმამდე სიკვდილამდე იმ დროს როდესაც რწმენას ჩვენ მივყავართ
ღმერთამდე. ანუ გონებით მიდის იმაზე, რომ გონება ასე თქვას უარი. მაგრამ რა წმენაში გადავიდეს და წმენას ენდოს. ესე შველის ნიჰილის, მაგრამ ის ადამიანი, რომელიც წმენაში არ მიდის, როგორ უყურებს რეალობას და როგორ ხედავს ესეთ რეალობას. ეს არის ძალიან შავბნელი რეალობა, სადაც თავარი ხდება ის რომ ადამიანი იაზრებს რომ ჩვენ რეალობას უყურებთ, რეალობისთვის ადამიანს ფასი არ აქვს და ავტომატურად გადადის იმ მოსაზრებაზე რომ ადამიანი რაღაცნაირად არ აქვს ფასი და ერთადერთი მიზეზი რაც ხდება ეს არის ეგოიზმის მიზეზი, ხო? გერმანელ ინტელექტუალს მაქს შტირნერს მინდა დავესესხო, მე საკუთარი სიძლიერის მესაკუთრე და მხოლოდ მაშინ ხდები ესეთი, როდესაც შევიცნობ თავს, როგორც ერთადერთს. ესე იგი, შტინერი გამოსავალს ხედავდა ეგოიზმში, ადამიანის ეგოიზმში. სამყარო ფეხებზე მკიდია, სამყაროსთვის ვარ თუ არა მნიშვნელოვანი ეს ფეხებზე მკიდია, თავარია ჩემთვის ვიყო ეს მნიშვნელოვანი და ეს არის ძალიან ესეთი პოზიცია, რომელიც ნიჰილიზმის აბსოლუტურად ბოლო არის. ან ნიჰილის ორი გზა აქვს საბოლოო ჯამში, ერთი არის რაღაც გარკვეულ უფრო ღრმა სიბნელეში შესვლა, მეორე მხრივ აი ეგოიზმისკენ წასვლა. და აი ამ მხრივ ძალიან საინტერესოა მაგალითად მაინლენდერი, ხო, ფილიპ მაინლენდერი, გერმანელი ესე იგი მოაზროვნე, რომელიც წერდა ესეთ რაღაცას ცხოვრება მთლიანობაში ეს არის საცუდავი რამ. ის ყოველთვის იყო საცუდავი და უბედური და ყოველთვის იქნება საცუდავი და უბედური. არაყოფიერება უკეთესია ყოფიერებაზე. აი ესეთი მდგომარეობა, სადაც ცხოვრება როგორც თავისთავად უბედური, არა ის რომ შენ გაუბედური, არამედ თავისთავად უბედურია. ეს ნიჰილისტური ფილოსოფია აბსოლუტურად დამაგვირგვინებელი წერტილი, ამიტომაც სწორედ მაინლენდერმა თავი მოიკლო საკუთარ ოთახში და აი აქ საინტერესო ერთი მნიშვნელოვანი რამე არის, რომ ამაზე რატო საუბრობ ხომ ამაზე? ამაზე საუბრობ იმიტომ, რომ ადამიანებს დარჩათ მხოლოდ გონება და ეს გონება, რომელიც შესულია ნიჰილიზმში, დარჩათ მხოლოდ აი ეს ბნელი სამყარო. ამ ბნელი სამყაროს გამოსავალი, როგორც ვთქვათ, ერთი არის ეგოიზმისკენ წასვლა, ჰედონიზმისკენ წასვლა და ასე შემდეგ. ჰედონიზმის, ეგოიზმის ერთ-ერთი გარკვეული ფორმა და მეორე მხარეს ეს არის სუიციდალური მდგომარეობა. და ჩვენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში თუ დააკვირდებით იმ საზოგადოებაში, რომლებიც განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომლებიც აი ამ კულტურაში გაჩნდნენ, სადაც სიკვდილის კულტურა გამქრალია, სადაც დაცული მდგომარეობა არის, ან დეპრესიულები არიან და სუიციდისკენ მიდრეკილები არიან და სუიციდური აზრებისკენ მიდრეკილები არიან, ან არიან ეგოიზმისკენ და ჰედონიზმისკენ მიდრეკილები. და ყოველთვის ესეთი რეალობა, სადაც სიკვდილი განდევნილია, ქმნის ესეთ მდგომარეობას. აქედან სწორედ ესეთი ნიჰილისტური გონი ქმნის პროექტს და ეს პროექტი არის ის, რომ მოდი გადავლახოთ ადამიანობა. გადავლახოთ ადამიანობა, იმიტომ რომ იმ ყოფიერებაში ყოფა, სადაც ადამიანის გონებამ რაღაცა რეალობის ნაწილი ნახა და აბსოლუტურად დაკარგა ყველანაირი რწმენა ამის შემდეგ რა. ერთადერთი გამოსავალი არის მოდი ჩვენი არსებობა, იმიტომ რომ ჩვენ ბუნებრივად ვერ უძლებ ამ რეალობას, მოდი გადავლახოთ ეს რეალობა და დავშალოთ, როგორ უნდა გადავლახოთ ეს რეალობა. ძველი ტრადიციული ადამიანი, რაც ადამიანისთვის იყო დამახასიათებელი, მის უნდა დავშალოთ. დავშალოთ და შევქნათ ახალი არსება, ეს ახალი არსება არის Homo Deus, ხო? არის ესეთი წიგნი, Homo Deus შეგიძლიათ შეიძინოთ. ნახავთ იქ რაზეა საუბარი, ესა ტექნოლოგიურად გაუმჯობესებული ადამიანი, რომელიც რეალობას უფრო ხედავს, რომელიც ხედავს სამყაროს ისე როგორც არის და არ აქვს ის პრობლემები და ის წუხარება, რაც თანამედროვე ადამიანს აქვს, მას თვითონ შეუძლია საკუთარი იდენტობა, საკუთარი პიროვნება შექმნას და
ესეთი ადამიანი გადარჩება. ხო, ანუ მომავალი ადამიანი გადარჩება. ხოლო ეს ადამიანი რაც ახლა არის, ესა განწერული. ესა განწერული ან იყოს აი ნიჰილიზმში, ან იყოს სიმულაკრაში, ან იყოს გარკვეულწილად ისეთ რწმენაში, რომელიც იდეოლოგიური რწმენაში, რომელიც დაავიწყებს ყველანაირ ჭეშმარიტებას. საბოლოო ჯამში ხა დასკვნის სახით გადავდივარ, ვიტყვი ერთ რამეს, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალი ლავკრაფტია. ლავკრაფტს აქვს, უამრავი მოთხრობა, ნაწარმოები. კტულხუზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, ალბათ, თუმცა არა მარტო კტულხუზე, კტულხუს ზახილზე ხო, არამედ კიდევ სხვა ნაწარმოებებიც აქვს, სადაც ადამიანი, რომელიც რეალობას, ანუ ასტრალური რეალობა, როდესაც ხედავს, ის ისეთ კოშმარში ვარდება, ადამიანის გონებას მისი ატანა არ შეუძლია და ადამიანს რჩება ან თვითმკვლელობის, ან გაგიჟების ჭუიდან შეშლის გზა. და ადამიანს არ შეუძლია ამ რეალობასთან შეტაკება. ეს არის მარგინალური ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოვიდა. და მინდა უბრალოდ შოვლების უთხრა, რომ ის იმათი შვილები, ვინც ანიმეებს უყურებენ, ვინც თანამედროვე სერიალებს უყურებენ და ასე შემდეგ, თანამედროვე კულტურაში არიან. დააკვირდით რა კულტურულ ცხოვრებაში ვცხოვრობთ და თქვენ აღმოჩნდით, რომ ლავკრაფტის ეს გავლენები საკმაოდ დიდია და ლავკრაფტის ეს ხედვის გავლენები საკმაოდ დიდია. და რწმენა იმისი, ადამიანი უნდა გადაილახოს, ან დაეღუპება, თუ არ გადაილახება, ხო ეს ადამიანი. არის უკვე ნენელა უფრო და უფრო ცოცხალი რწმენა და ეს ცოცხალი რწმენა მოდის ნიჰილიზმით. ადამიანის გადარჩენა რაში ახლა აქაც შეკითხვაა, ხო? ადამიანის გადარჩენა არის იმაში, რომ პრინციპში ადამიანი გადარჩენა ამ შემთხვევაში მე შემიძლია როგორც რაღაცა პროექტის სახით თქვა და რაც სიმულაკრა იქნება და ვერ გადარჩება ეს ადამიანი, მაგრამ საბოლოო ჯამში როგორც მარტივად ერთი ადამიანი უნდა თქვას ყველამ, რომ ის გადარჩება მხოლოდ მაშინ თუ კი მას თვითონ ექნება ცოცხალი რწმენა. ის სხვა რწმენას არ უნდა ეძებდეს, ის უნდა ეძებდეს საკუთარ თავში ცოცხალ რწმენას, საკუთარ თავში უნდა გააჩნდეს და არ უნდა გადიოდეს, არ უნდა ეფარებოდეს ქრისტიანულ სიმბოლიკას, ქრისტიანობას. ის არ უნდა ეფარებოდეს, არამედ მას უნდა გააჩნდეს ეს მნიშვნელოვანი ნაწილია. წინამდე შემთხვევაში ყველანაირი ეს პროექტი დამარცხებისთვისაა განწირული და მეორე მნიშვნელოვანი მომენტი იმისთვის, რომ რაღაცა შექმნას მის ირგვლივ ნორმალური რაღაც გარემო, საჭიროა, რომ რაღაც კულტურული მნიშვნელოვანი საკითხები მის ოჯახის წრეში მაინც, მის ახლობელ წრეში მაინც დააბრუნოს. ესეთი საკითხი არის მნიშვნელოვანი რეალობასთან უფრო შეხება, სიკვდილზე საუბარი, სიკვდილის მნიშვნელობაზე საუბარი, რომ სიკვდილი არ იყოს არც გარიყული, არც იმდენად ახლოს, რომ მარტო მასე იფიქრო და უფრო მეტ სიბნელეში ჩავარდე, ხო? ანუ ეს უნდა იყოს ის საკითხი, რომელიც გაცნობიერებული იქნება და სიკვდილი უნდა იყოს რაღაც გაცნობიერებულის ნაწილი და არა რაღაცა მის მიღმა. და რასთავარია, დაინახოს და ყოველთვის ეს ეძებოს მის ირგვლივ და მის მეგობრებშიც, ახლობლებშიც, აი ეს იდეოლოგიის ნაწილი მასში. და იყოს მამაცი, რომ საკუთარი ავთენტური, აი ეს ამნიშნულო, საკუთარი ავთენტური ხედვები და გამოცდილებები დააფიქსიროს. იდეოლოგია გვაეძულებს ჩვენ, რომ ჩვენი ავთენტური გამოცდილებები არ დავაფიქსიროთ და გამოსავალი ჩემი აზრით არის ის, რომ ჩვენ საკუთარ თავს, საკუთარ რწმენას, შეგრძნებას, რაღაცა მდგომარეობას უფრო ვენდოთ და შევისწავლოთ ის. ან როდესაც ადამიანი დაიწყებს საკუთარი თავის ნდობას უფრო მეტად, საკუთარი განცდების ნდობას უფრო მეტად, ვიდრე იმას, რასაც მას ეუბნებიან, ესეთი ადამიანი უფრო განთავისუფლდება და უფრო მეტად იქნება, უფრო ძლიერი იმუნიტეტი ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში რჩება ან ასიმილაციის გზა, ან ნიჰილიზმის გზა. ორივე ამ გზას მიყვართ ადამიანის როგორც კულტურული არსების სიკვდილამდე. და ჩვენ გარდავიქმნებით სხვა არსებებად.
იდეოლოგიურ ან რაღაცა პროექტებად. მოკლედ იმედია თქვენთვის საინტერესო იყო ეს, შეიძლება არ ყოფილიყო საინტერესო, იმიტომ რომ ეს არ ეხება ყველას ინტერესს, ეს არის რაღაც ალბათ ცოტა ადამიანს თუ ექნება ამ საკითხებისადმი ინტერესი, ამაზე მე ხშირად ვფიქრობ. ჩემი სულის ერთი ნაწილი მართლა ნიჰილიზმში არის, ნიჰილისტურად აზროვნებს, მაგრამ მეორე ნაწილს ყოველთვის ვაიძულებ, რომ ეს ნიჰილიზმი დავთრგუნო და რაღაც ახალი ძალები შემოვიტანო, იმიტომ რომ ის იმ ადამიანებს მიმართა, ვინც ნიჰილიზმში არის, მესმის თქვენი, რატომაც ფიქრობთ, ესაც მესმის, რა განწყობებიც გაქვთ, ესაც მესმის, ვიცით, რომ არსებობს ესეთი სიყალბის და სიცარიელის განცდა, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენი რაღაც ვალია საკუთარ თავის მიმართ პირველ რიგში, რომ ეს არ დავტოვოთ ჩვენში გადაულახავი და ეს იყოს ის რაღაცა, რასაც როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად გადავლახავთ. ვისაუბროთ ამაზე, დაწერეთ თქვენი კომენტარები, გქონდეს დისკუსია და განვიხილოთ მოკლედ გავცვალოთ აზრები. მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.